რადიო მედეფემ 103 წარმოგიდგენთ. იყავით სპორტულები და ჯანმრთელები, მოისმინეთ სასარგებლო რჩევები და საინტერესო სიახლეები სპორტის სფეროდან და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ნინო მაჭავარიანის საავტორო გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა, თქვენი ჯანმრთელობის გარანტი. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და მედეფემის და ტელეკომპანია პულსის ეთერშია მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტი სპორტი და ჯანმრთელობა. მე მისი წამყვანი ნინო მაჭავარიანი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა კი ეხება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან სათუთ თემას, ასე ვთქვათ, რასაც ბავშვები ჰქვია. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა სწორედ შევარჩიეთ, იმიტომ რომ ინფორმაციის ვაკუუმია ფაქტობრივად იმის გამო, თუ არ იცის მშობელმა თავისი მოზარდი, მხედველობაში 4-5-6 წელი ბავშვებისა თუ სპორტის რომელ სახეობაზე მიიყვანოს და რომელი სახეობა არის უფრო მეტად საჭირო, სასარგებლო და აუცილებელი მოზარდისთვის. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის შევიკრიბეთ მოკლედ დღესყოლანი ჩვენ აქ და ჩვენს რესპონდენტებთან ერთად გავშლით დღეს ამ თემებს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. მე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა წარვადგინო ისინი: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი მაია გოთუა, ასევე პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თესეუს პროფესორი, ეშვილის კლინიკის მთავარი ექიმი ბატონი ივანე ჩხაიძე, მოგესალმებით ბატონო ივანე, და სპორტული ექიმი, პროფესორი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი პალიკო კასრაძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის, იმისთვის რომ ჩაერთეთ ჩვენს პროექტში და თქვენგან დღეს დარწმუნებული ვარ მოვისმენ არა ერთ კომპეტენტურ აზრს. და მოდით დავიწყოთ ბატონო ივანე თქვენგან, რადგანაც ექიმ პედიატრი თქვენ ბრძანდებით ამ შემთხვევაში და თქვენი კომპეტენცია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ზოგადად იმის გაშიფრით, თუ სპორტის რომელი სახეობები არის უფრო მეტად რეკომენდირებული ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. სამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ მოგწევთ. მოდით დავიწყოთ ესე, სპორტის სახეობა და საერთოდ სპორტი რისთვის გვჭირდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ძალიან მარტივი იყოს პასუხი, თუ ჩვენ გვჭირდება სპორტი იმისათვის, რომ ზოგადად ბავშვის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ის იყოს უფრო აქტიური, უფრო ეფექტური, უფრო მოძრავი, უფრო ჯანმრთელი, მაშინ სპორტი არის აუცილებელი. ოღონდ დაგდგება მეორე საკითხი, როდის და რა ასაკიდან? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ. და კიდევ ერთი რაც თავიდანვე მინდა ვთქვა, საუბარი იმაზე, რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი სპორტით იქნება დაკავებული, მით უფრო კარგი შედეგი იქნება, ძალიან შორს არის რეალობისაგან. თუ თქვენ გინდა თქვა თქვენი შვილი რომელიმე სახეობაში გამოიყვანოთ მსოფლიო ჩემპიონი და ამ სახეობაში გინდათ 2 წლის ასაკიდან ავარჯიშოთ, ძალიან დიდი შანსია რომ თქვენ შედეგი ვერ მიიღოთ. ასე რომ საუბარი იმაზე ხო არ დავაგვიანე, ან ხო არ უნდა დამეწყო, რაც შეიძლება ადრე და შესაბამისად უფრო კარგი შედეგი მექნებოდა, არის არასწორი და ასე ჯობია აქ არ ავჩქარდეთ და მივყვეთ იმ პრინციპებს, რაც პირდაპირ არის ასაკთან. სწორედ ესეთი ხშირია ხოლმე ასეთი არასწორი მიდგომა და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, რომ უფრო მეტი ინფორმირებულობა იყოს საზოგადოებაში. დიახ, სავსებით სწორია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ეს ასაკი, ოღონდ არა ადრეული, მე თქვენის ნებართვით ცოტა სხვანაირად დავალაგებდი ამ ასაკს. 3 სხვადასხვა ასაკი. ერთი, როდესაც საუბარია ზოგადად ფიზიკურ აქტიურობაზე, მეორე ასაკი, როდესაც საუბარია სპორტის ინდივიდუალურ სახეობებზე და მესამე ასაკი, სადაც ჩვენ სპორტის გუნდურ სახეობებზე შეიძლება ვისაუბროთ. ყველაზე მცირე ასაკი, როდესაც შეიძლება ზოგადად ვისაუბროთ ბავშვის ფიზიკურ აქტიურობაზე, შეუზღუდავია. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ბავშვს უნდა შეუწყოთ ხელი მოძრაობაში, ეს შეიძლება იყოს სირბილი, ეს შეიძლება იყოს ბურთის თხორცნა, ეს შეიძლება იყოს თუნდაც ჭკუმპალაობა, ანუ ეს არის ის, რომელიც უბრალოდ ფიზიკურ დატვირთვას და ფიზიკურ აქტიურობას მოითხოვს და არ არის დაკავშირებული რაღაც კონკრეტულ მიზანთან. ესეთი ასაკი არის თქვა 5 წლამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვი მაქსიმალურად ეფექტურად დავტვირთოთ ესეთი სახეობებით. შემდეგი მეორე ასაკობრივი ჯგუფი არის ინდივიდუალური სპორტი. სპორტი, რომელიც ამ კუთხით საქართველოში არჩევანი ძალიან დიდი გვაქვს, ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს თქვა ძლევოსნობა და სირბილი, შეიძლება იყოს თქვა
ტანვარჯიში, შეიძლება იყოს ცურვა, ანუ ეს არის ის, შეიძლება იყოს ჩოგბურთი, ძალიან კარგი სახეობა სპორტის, ეს არის ის, როდესაც ბავშვი შეუძლია მასაკობრივ ჯგუფში დაიწყოს ვარჯიში და გარკვეულად იყოს აი ამ ინდივიდუალურ სახეობებზე ორიენტირებული. მესამე ასაკი, რომელიც 10 წლის ზემოთ იწყება, ეს ასაკი, როდესაც სპორტს და ფიზიკურ აქტიურობას გარკვეული ლოგიკა სჭირდება, ეს არის გუნდური სპორტი. ჩვენი რაგბისტების წარმატება თუ ყოფილხართ რომელიმე თქვენთაგანი რაგბის მატჩზე ძალიან არის დამოკიდებული იმაზე თუ რას აკეთებ, როგორ და როდის აკეთებ. იქ მარტო ძალა საკმარისი არ არის. ესევია ფეხბურთი, ესევია კალათბურთი, ანუ აქ უკვე გუნდურ სპორტს სხვა მომზადება ჭირდება, უკვე გონებრივი განვითარება არის აუცილებელი. თუ ჩვენ ახლა 6 წლის ბავშვისაგან გვინდა მოვითხოვოთ კარგი გადაცემის გაკეთება, ფეხბურთი შეფეთს არ გამოგვიეს, ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ 10 წლიდან უკვე შეიძლება ჩვენ სპორტის ამ სახეობებს მივანიჭოთ უპირატესობა, თუ თქვენ შვილს რა თქმა უნდა აქვს გუნდური თამაშის სურვილი. აქ ყველაზე მთავარია თქვენ თვითონ რა გინდათ. გინდათ უბრალოდ ბავშვი იყოს დაკავებული სპორტით და თქვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება გაქვთ კონკრეტულ სპორტთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ფაქტორი უნდა იყოს გადამწყვეტი თქვენს არჩევანში. ჩვენს არჩევანში როგორც მშობლის კუთხით და როდიდან შეიძლება რომ თვითონ ბავშვს დავეკითხოთ ამ თემასთან დაკავშირებით და მისი სურვილი გავითვალისწინოთ. შეიძლება გავსაზღვროთ რამენაირად. მე ფიქრობ, რომ ბავშვს ყველა ასაკი შეიძლება დაეკითხო. ძალიან ცუდი იქნება თქვა თუ 3 წლის ბავშვს ჩააგდებთ აუზში და მას არ უნდა ცურვა. მას უნდა უნდოდეს ცურვა. საერთოდ სპორტის სახეობა მით უფრო წარმატებული იქნება, რაც უფრო მეტად აქვს თვითონ ამ ადამიანს სურვილი. ხშირად ეს არ მოდის თანხმდრაში მშობლის სურვილით. მშობელს უნდა სრულიად სხვა, ბავშვს უნდა სრულიად. მე ვფიქრობ, თუ თანხმდრა არ არის, შედეგიც არ იქნება. აქედან გამომდინარე, ყველა ასაკში უნდა ვკითხოთ ბავშვს, გინდა შენ სირბილი, გინდა შენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად და უფრო ეფექტიც იქნება, გაცილებით უფრო მეტი. ბატონო პალიკო, ალბათ დაგვეთანხმებით ამასთან დაკავშირებით, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ სპორტსმენებთან მუშაობის და ფაქტობრივად გექნებოდათ ისეთი მომენტები და პერიოდები, სადაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ბავშვს დაუწყია, შემდგომში უკვე პროფესიონალურ სპორტში გადასულა და თქვენ გექნებათ ასეთი მაგალითები და გეყოლებათ ასეთი სპორტსმენები. და თუ შეიძლება რომ სპორტსმენებს ის მინდა კოლეგას აზრიც გავავრცელო და მადლობა უთხრეს და ოფისათვის, რომელიც აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია და ესეც ხდება. ერთადერთი რასაც შემიძლია თქვა, გავაგრძელო ის აზრი, ბატონ ივანემ რაც ახსენა, ეს არის მცირე ასაკის ბავშვებში, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ტყელტრაფიანობა ნორმად ითვლება და ექსლამდე პრინციპში ეს არ მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე თუ ჩანს, რომ აუგუსტური ტერაპევტი რომელიც საბოლოო ჯამში შემდეგ იძლევა კოორდინაციის, არაკოორდინებულ მოძრაობებს და კოორდინაციის დარღვევას, რაც ერთ-ერთი წამყვანია სპორტული და ფიზიკური დატვირთვისათვის. ამიტომ პირველი ძალისხმევა, რაც უნდა მიმართული იყოს, აქ სპორტს ვერ დაარქვეთ, ეს სწორად აღნიშნა ბატონო ივანემ, ეს არის ზოგადი ხასიათის ფიზიკური დატვირთვები, რომელიც პირველ მნიშვნელოვნად უნდა იყოს მიმართული სწორედ კოორდინაციის დახვეწისაგან. ესეთი რამ და თან ამასთან უნდა შეიცავდეს თამაშის ელემენტებს, ეს მნიშვნელოვანია და სწორედ ეს მოძრავი თამაშები, რომელიც დღეს ესეთი წარმატებულია დაბალი კლასის სკოლაში და სკოლის დაბალ კლასებში, ასევე მაღალ კლასებში და ეს სასკოლო შეჯიბრებები, სწორედ თქვენი მხიარული სტარტების ტიპის შეჯიბრებები, რომელიც სტარტდება, ეს არის არა მარტო ის, რომ თქვა სკოლის პრესტიჟი და ეს არის აბაში ჩადებული და არის ძალიან სწორი განვითარების მექანიზმი ბავშვს და ბავშვის ორგანიზმის. რამე თუ ბავშვი და მერტი აი პოსტულატები და თქვა უბრალოდ სპორტთან და ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით, მე ესე დავარქმევდი და გავყოფდი ფიზიკურ დატვირთვას და სპორტს. სპორტი უკვე იწყება შემდეგ, როგორც აღნიშნა ბატონო ივანე, უფრო მოგვიანებით ასაკში. პირველი ეს უნდა იყოს გართობის ელემენტები, ეს დატვირთვები უნდა იყოს სახალისო ბავშვისთვის, რომ მან არ გამოიწვიოს გადაღლა, გადაძაბა, ეს უნდა იყოს და მთავარი პოსტულატი, რაც აღნიშნე დავაანონსე, ეს არის ის, რომ თუ გინდათ ბავშვმა მიიღოს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი გონებრივი შესაძლებლობები, ის აუცილებლად შეხამებული უნდა იყოს ფიზიკურ დატვირთვებთან. თუ ეს ჰარმონია არ არის, ფიზიკური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა ბავშვისთვის მოძრაობა და თუ ჩვენ ამას შეუზღუდავთ მას, ეს აუცილებლად აისახება მის გონებრივ განვითარებაზე. ეს
აქსიომა, რომელსაც ამ ჩვენ ძველმა ბერძნებმა შეფოვიტანეს ეს პოსტულატი და ესე რომ ეს არაფერი არ იცვლება ამ განვითარების ხრივ. ამიტომ ხშირად არის ხოლმე მშობლები, რომლებიც გადამეტებულად ცდილობენ გონებრივი განვითარების გადამეტებულად მე ხედულობაში მაქვს, რომ იგნორირებას უკეთებენ ბავშვის ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ეს საბოლოო ჯამში აზარალებს იმ გონებრივ დატვირთვასაც, იმიტომ რომ ვეღარ უძლებენ ბავშვები შემდეგ ძალიან სწრაფად ძალიან სწრაფად ხდება და რაც შეეხება სპორტის სახეობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სპორტის სახეობების ჩამოყალიბება ესე გვიან ხდება კოორდინაციის რეჟიმში, როცა მიდის მოძრაობა, ესე იგი და სახალისო თამაშებში, ბავშვი თვითონ ალიბებს რა საით რომელი უფრო კარგად გამოუდის, ბურთთან ურთიერთობა, სირბილი, ცურვა, ყორცნა, ბურთის თუ სხვა რამ, თუ ჭიდაობა, ან უფრო ძლიერი ესეთ სახეობები და აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნაც ფიზიოლოგიურად მშობლისადმი მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე მიდის, მისი რაშიც უფრო წარმატებულია ბავშვი რა აღწევს ამ თამაშის დროს, იქითკენა აქ მიდრეკილება და სწორედ იმის განვითარება უნდა მოხდეს ბავშვის თქვათ თუ მშობელი დააკვირდება ამას. აქ ჩვენ ვჯერდებით ბატონი ივანის შემთხვევაში და თქვენ შემთხვევაშიც, რომ სურვილი შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს და რა თქმა უნდა ბალანსი უნდა იყოს დაცული მშობლის და ბავშვის ურთიერთობაში. ძალიან კარგი, მეც აბსოლუტურად გეთანხმებით და ქალბატონო მაია, თქვენც ქალბატონი ბრძანდებით დედა შესაბამისად ბებია, კი ბატონო, არაჩვეულებრივი ბებია და დედა, სიმპათიური, დავაყოლებდით. ქალბატონო მაია, ძალიან კარგია, როდესაც საუბრობთ სპორტის სხვადასხვა სახეობებზე, იმ აქტივობებზე, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ბავშვისთვის, დავიწყოთ 4, 5, 6 წლიდან, მაგრამ არსებობს პრობლემატიკაც ამ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მომენტში ბავშვს აღინიშნება თუნდაც იგივე ალერგიული ფონი, ასთმის სიმპტომები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში თქვენი კომპეტენციიდან გამომდინარე, რამდენად რეკომენდირებულია დაკავდეს ბავშვი სპორტის სხვადასხვა სახეობებით და რამდენად არ არის რეკომენდირებული და სპორტის რომელი სახეობებია ესენი, თუ შეგიძლიათ რომ დაგვიკონკრეტოთ. აქ ჩემმა კოლეგებმა კარგად გააჟღერეს, რომ ყველა შემთხვევაში არის ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელი. ჩვენ ვისაუბრეთ ფიზიკურ აქტივობაზე, როგორც ადამიანის ბუნებრივ ნორმალურ მოთხოვნილებაზე და მისი განვითარების შესაძლებლობაზე, რასაც თან ემის, რა თქმა უნდა, მისი ფსიქოლოგიური ადაპტაცია, რაც მას აძლევს ასეთ თვითდაჯერებას, ფიზიკურ განვითარებას, მერე უკვე გუნდურზე ვილაპარაკეთ, კოლექტივთან ურთიერთობას და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ განვითარებაზე, ბუნებრივია მის ფსიქოლოგიურ და პიროვნულ ჩამოყალიბებას გულისხმობთ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პატარა ადამიანს ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ, საშუალება ჰქონდეს ადეკვატური შესაბამისი ფიზიკური აქტივობის წარმართვისა პირველ რიგში და შემდგომ უკვე ვთქვათ სხვადასხვა ფიზიკური ინდივიდუალური თუ ჯგუფური სპორტით უკვე შემდგომ დაკავება. აქ ალბათ განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ხშირად ეს ცალკე ფორმაც არის ასთმისა, არის ფიზიკური დატვირთვის ასთმა. როდესაც ასეთი ფორმა არსებობს, როდესაც პაციენტს სხვა გამოხატულება არ აქვს ასთმისა და ეს ვითარდება, ვლინდება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში. და ითვლება, რომ ხანდახან ეს არის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების წარმოებისას ერთ-ერთი კითხვა, რაც 5-6 წლის ბავშვებს ეხება, იმიტომ რომ ამ ასაკისთვის ეს მნიშვნელოვანია ასთმის ჩამოყალიბებაში 6-7 წელი და 13-14 წელი, როგორც გარდამავალი ასაკი, თქვათ ასთმის განვითარებისა თუ უგანვითარებისა, არის რომ როგორი არის ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკურ დატვირთვაზე პაციენტის რეაქცია. ამიტომაც ალბათ თვითონ სპორტის მესვეურნიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ბავშვების ფიზიკურ აქტივობას მეთვალყურენი არიან, ეს არის მშობლები, გამსდელები, გადიები,
საბავშვო ბაღების პედაგოგები უნდა აუცილებლად ამახვილებდნენ ამასზე ყურადღებას, რომ ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ხომ არ შეინიშნება რაღაც გარკვეული პრობლემა, თუნდაც მარტივი სპაზმური ხველის სახით, ესეთი ხუთვა არ არის, მაგრამ გამოხატულია, რომ ირბინა ბავშვმა და დაეწყო ხველა. ან შეიძლება ეს არ იყოს ფიზიკურ დატვირთვაზე, ისე როგორც მოძრაობაზე, მაგრამ აი ისინი ხშირად ერთმანეთს ეძახიან, იცინიან და ამ სიცილზე, ხმამაღალ საუბარზე ეწყება ხველა და ეს ხველა არ არის შემთხვევითი, ვთქვათ, ვირუსულ ინფექციას არ უკავშირდება, არამედ მას გარკვეული სისტემური ხასიათი. ასეთ შემთხვევაში უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა თქმა უნდა მშობელიც ძალიან არ უნდა დავაშინოთ იმ გაგებით, რომ ყველაფერს ყველა პრობლემას აქვს თავისი კონკრეტული გადაწყვეტა. პირველი, ასე ვთქვათ, სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც გამოვიდა, იყო პრაქტალი, ეს არის პედიატრიული ასთმის მართვის გაიდლაინი. ბოლოს გამოვიდა კიდე ევროპისა და ამერიკის ერთად შეთანხმებული ასთმის მართვა ბავშვებში, რომელსაც ასე მოკლედ უძახიან AICOS. ეს ორივე დოკუმენტი თავისთავად გულისხმობს, რომ არ არის მართებული ასთმის მქონე ბავშვები იყვნენ ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით შეზღუდული. და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება. დედას ეშინია და ამბობს, რომ არ ანძრევს ბავშვს, არ აძლევს მოძრაობის საშუალებას. ხანდახან მხოლოდ ჰაერზე გაწევს დიახ და სამწუხაროდ ეს ბავშვები შესაბამისად უმოძრაობის გამო წონაში იმატებენ, ფიზიკურ აქტივობას აღარ აწარმოებენ და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ როდესაც სახეზე არის ასთმა და მართლაც ეს არის ფიზიკური დატვირთვის ასთმა, რა თქმა უნდა პაციენტი უნდა გაისინჯოს, ეს მით უმეტეს პატარა თუ დიდი, ამისი გაზომვის საშუალებები არსებობს, სხვადასხვა, როდესაც ძალიან პატარა ასაკშიც კი შეიძლება ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, გამოვლინდეს შესაბამისი გამოკვლევის მეთოდის გამოყენებით. და თუ ეს პრობლემები სახეზე არის, მაშინ არსებობს ასევე ფიზიკური დატვირთვის პროვოკაციის ტესტით სტანდარტული, რომლითაც არკვევ რომ მართლა არის თუ არა ეს ფიზიკური დატვირთვა უშუალო მიზეზი, თუ მას აქვს საფუძველი ჭეშმარიტად ალერგიული. მაგალითად, ეხლა ჩვენ სპორტზე ვსაუბრობთ და ლოგიკურად, ასოციაციურად გვახსენდება ცეკვა, ევროპული თუ ქართული, რომელიც ასევე ფიზიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული. იქაც ალერგენი შეიძლება იყოს ოთახის მტვერი, ანუ არ შეიძლება, არ არის რეკომენდირებული. იცით რა, არის კიდე თქვენ ძანეთ სპორტის სხვადასხვა სახეობა, რომელიც არის ან კარში და შენობაში, ან გარეთ. შენობაში და ალერგენები შეიძლება იყოს უფრო ხშირად მტვრის ტიპები. ნესტინაკლებად, თუმცა აი წყალთან მიმართებაში ან სულ რამდენად რეკომენდირებული. იცით რა არის, ყველაფერი არის ინდივიდუალური. თუ მაგალითად ადამიანს აქვს ალერგია, ერთი შეიძლება რა თქმა უნდა ჰიპერმგრძნობელობა აღინიშნოს, თქვათ ქლორზე, მაგრამ ესეც გარკვეულად გადაწყვეტილია, იმიტომ რომ არის აუზები, სადაც მინიმალურია და სხვა წესებით ხდება დამუშავება აუზის. მაგრამ მეორე არის, რომ თუ პაციენტს აქვს მაღალი სენსიბილიზაცია სოკოვანი ალერგენების მიმართ, შესაძლებელია, თქვათ, ცურვით დატვირთვა მოცემულ კონკრეტულ მომენტში პაციენტისთვის არ იყოს, ასე ვთქვათ, რეკომენდებული. მე აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონ ივანე, თქვენ ძანეთ, რომ ბავშვსაც უნდა დავეკითხოთ. შეუძლებელია, რომ ჩვენ მას მოვახვიოთ, თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, რაღაც ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მომზადებაც არის საჭირო, დარწმუნებაც, იმიტომ რომ ჩვენ ყოლია ბავშვები, რომელთაც მაგალითად ფეხბურთის მონაწილე ბიჭი, რომელიც ძალიან კარგი მონაცემების იყო, თვით ტრენერმა მოიყვანა, მას ჰქონდა ასთმა. სერიოზულად გამოხატული და ეს არ ქმნის პრობლემას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, არ შეუძლია იცით რა არის, შესაბამისი მედიკამენტური ხმარები და ბევრი თანაც ეს ასაკი მზარდია, ხშირად გადის ეს შესაბამისი დაახლოებით ნახევარ პოპულაციის ნახევარს შეიძლება სწორი მართვის პირობებში ასთმის მოვლენები, თქვათ, გაუქრეს. ქალბატონო მაია, ორიოდე სიტყვით რომ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დაუშვათ, რომელს ურჩევდით სპორტის რომლის სახეობით დაკავებას და რომლის არ ურჩევდით, ანუ დახურულ სივრცეში რაც არის, არ არის რეკომენდებული, ესე შეიძლება დიფერენციაცია მოვახდინოთ? ეს მიხედვით თუ პაციენტს რა პრობლემები აქვს.
საერთოდ ცურვა ძალიან კარგია სუნთქვისთვის, მაგრამ თქვი რომ მაგრამ შეიძლება იქონდეს ალერგიული ეს ერთი, მეორე აი ძალიან კარგია ჩვენთან ძალიან მიღებულია ყინულის ეს იქნება ფიგურული სრიალი, ცივი ჰარი, იმიტომ სადაც არის ყინული, იქ არ არის მტვრის ტკიპები და გარდა ამისა ინფექციით განპირობებული ასთმური მოვლენების შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა გაკაჟება. აქედან გამომდინარე თხილამურები შესაბამისი ასაკიდან ან თუნდაც კურორტული აქტივობა, როდესაც იგივე გუნდაობა პატარა ბავშვებს გულისხმობ ციგით სარგებლობა, ამიტომ ჩვენი ალბათ ესეთი ფორმულა ეს არის ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისად შერჩევა სეზონური დატვირთვისაც ეს იქნება ზაფხულის ყველა პერიოდს სჭირდება თავისი ასე ვთქვათ აქტივობა და ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხისთვის ჩვენ 2 წუთში რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით და გველოდეთ საინტერესო თემებს სულ 2 წუთში გავაგრძელებთ დროებით. შეეგადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდით, შეგახსენებთ რომ ეთერშია გადაცემა სპორტი და ჯანმრთელობა, რომელიც რადიო მედეფემისა და ტელეკომპანია პულსის ერთობლივი პროექტია. ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა გახლავთ ბავშვებისთვის სასარგებლო საჭირო და აუცილებელი სპორტის სახეობები ადრეული ასაკიდან და დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან კიდევ ერთხელ გამომეორდები ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი მაია გოთუა, პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თესეუს პროფესორი, იეშვილის კლინიკის მთავარი ექიმი ბატონი ივანე ჩხაიძე და სპორტული ექიმი, პროფესორი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი პალიკო კასრაძე. კიდევ ერთხელ მოგესალმები და გავაგრძელოთ ესოდე საინტერესო თემა, რომელიც ეხება ბავშვებს. ბატონო ივანე, თქვენთან გადმოვინაცვლებ კითხვით. ანუ ქალბატონი მაია და კონკრეტულად და იმასთან დაკავშირებით თუ ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის რამდენად სასარგებლოა ფიგურული სრიალი, იგივე თხილამურები, ანუ სპორტის ის სახეობები, რომელიც ასე ვთქვათ ჰაერზე ხდება ამ ყველაფრის შესრულება. მაგრამ მეორე მომენტი აქვს ამ ყველაფერს. თხილამურები და იგივე თუნდაც ფიგურული სრიალი რამდენად რეკომენდირებულია, როდესაც 2-3 წლის ასაკში აყენებენ, მაგალითად თხილამურებზე, ანუ ბაკურიანში ისვენებენ მშობლები და ძალიან ისე არა მიზან მიმართულად თუ მიზან მიმართულად ვერ გეტყვით, თუმცა მოუნდებათ მშობლებს ის რომ თავიანთი ბავშვი იხილონ და ესე საინტერესო ლამაზი სახეობაა კი ბატონო გეთახმებით, თუმცა რამდენად რეკომენდირებულია ეს იმ ასაკში, როდესაც ბავშვის ძვლები ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის. ძალიან საინტერესო კითხვა, ოღონდ სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემდით, ერთი ასო გამოგრჩათ ჩემი სამუშაო ადგილის დასახელებაში. თესეუ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე ვარ თსუ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კი ხო იმდენ გული დამწყდა ძალიან ის. არა მართალია, უნდა შევწირე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. უნდა შეიტანოთ რა თქმა უნდა. ჯავახიშვილს არ ეწყინება, მაგრამ მაინც. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, აქ არის საუბარი იმაზე და როგორც მე გავიგე, რამდენად ეს შეიძლება იყოს უსაფრთხო. საერთოდ საუბარი იმაზე არსებობს თუ არა უსაფრთხო სპორტი, ძალიან ესეთი თემა ბევრად საკამათო. თუ ჭადრაკს არ ჩავთვით, ეხლა არ ვიცი ბატონო ბალიკო, ჭადრაკი რაში გადის? სპორტში გადის? ჩვენ გქონდა სხვათა შორის ჭადრაკზე გადაცემა და ფსიქოლოგები ყვავდნენ კიდევ სტუმრად და ამაზე ეს თემა განვიხილეთ, ასე ვთქვათ, სულ სხვა არა. მესმის, მაგრამ არ ამგონი ფეხი მოიტეხოს ჭადრაკი. არც ტვინის ტრავმას არ მიიღებს, ასე რომ მანდ ლაპარაკი იმაზე რომ რამდენად ეს არის უსაფრთხო. ამიტომ თუ თქვენი კითხვის ძირითადი ნაწილი მიმართულია შეიძლება იყოს თუ რა სპორტის გარკვეული სახეობა გარკვეული ასაკისათვის საშიში, ალბათ ამ კითხვაზე პასუხი არის დადებითი, რა თქმა უნდა შეიძლება იყოს. აქ არის საუბარი ზოგადად იმ სპორტზე, რა თქვენ ჩამოთვალეთ და გვაქვს კიდევ ესეთი ცნება კონტაქტური სპორტი. აი კონტაქტური სპორტი, თუნდაც ეს კრივი, თუნდაც ეს ჭიდაობა, თუნდაც ჯუდო, კარატე, როდის უნდა იყოს დაწყებული, აქვს თუ არა მას რაღაც ასაკი გარკვეული, როდესაც მისთვის შეიძლება რეკომენდაციის მიცემა, ასე რომ ჩვენ საერთოდ ჯობია დაფიქრება რა უღირს მშობელს.
აქ თქვენ თვითონ მოტივაცია 2 წლიდან თხილამურების არის ერთი რომ კარგია, ლამაზია, მეორე რაც ადრე დაიწყეს უფრო კარგად აითვისებს, უფრო სწრაფად აითვისებს და გარკვეულად აჩქარებენ იმ პერიოდს, როდესაც შეიძლება ბავშვი თამამად და სრულფასოვნად და სრულყოფილად დადგეს თხილამურზე. მეორე მხარეა მათ მნიშვნელოვანი, რამდენად ეს ღირს. კატეგორიულად გამორიცხვა იმისი, რომ ამ ასაკში ბავშვის სპორტის სამსახიობი დაკავებული, იქ ტრავმატიზმი არ იქნება, ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა იქნება. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ჩამოვთვალეთ სპორტის სახეობები, რომლისთვისაც კონკრეტული ასაკის არსებობს, ერთ-ერთი მოტივაცია არის სწორედ ეს. ასაკი, როდესაც ტრავმატიზმი არის მინიმალური, როდესაც ეს არის სპორტი, გართობა და ასე შემდეგ და არა თუნდაც მინიმალური რისკი იმ სერიოზული ტრამვის, რომელიც შეიძლება მოყვეს თუნდაც თხილამურების ან ანალოგიური სპორტის გამოყენებას. ანუ ამ კუთხით ჩემი როგორც პედიატრის პასუხი იქნება ალბათ ჯობია ამისაგან ჩვენ თავი შევიკავოთ. თუმცა ანვარჯიში ფიგურული სრიალი, რაც ცურვა არ იწყება ტანვარჯიში და ფიგურული სრიალი 2 წლის ასაკში. არა, 2 წლის ასაკში. ცურვა კი ბატონო. 4-5 წლიდან უკვე მე ვფიქრობ სპორტის ეს სახეობები მხატვრულ ტანვარჯიშს. რა თქმა უნდა, კი ბატონო. და სპორტულ დიახ, სწორი ბრძანდება. ბატონზე ხტომას არა ალბათ იმიტომ რომ საკმაოდ დიდ სიმაღლესთან აქვს ბავშვ კონტაქტი და ამ შემთხვევაში ტრავმატიზმი რა თქმა უნდა მატულობს, მაგრამ მხატვრული და სპორტული ტანვარჯიში ბატონო პალიკო, მე მგონი დამეთანხმებით რომ არ იქნება ურიგო 4-5 წლის ასაკიდან. ძალიანაც კარგი. პირიქით არის აი პრიორიტეტული სახეობები თუ თქვა ბავშვს არ აქვს არც ერთი თქვა არც ბიბზრიკილება არც ერთი ხრისკენ რა თქმა უნდა ეს რამოდენიმე პრიორიტეტული სახეობა რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ პირველ რიგში აყალიბებს კოორდინაციას ბავშვის კოორდინაციას სწორად გომასროლად სწორად მოძრაობას ორიენტირებას სივრცეში რაც შემდგომ ნებისმიერი სახეობისთვის აუცილებელია ვესტიბულური აპარატის სწორად ჩამოყალიბება ეს არის ტანვარჯიში, რა თქმა უნდა, ვარჯიში, ტანვარჯიში ეს არის უნიკალური სახეობა, რომელიც ბავშვთა ასაკში თავისთავად ბავშვი თვითონაც აკეთებს რაღაც ელემენტებს. ოღონდ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ აქ სპორტის სახეობებზე, ტანვარჯიშზე, ფიგურულ სრიალზე, თუნდაც თხილამურებზე, რა თქმა უნდა, ეს ექსტრემალური სახეობია, ანდაც თუნდაც ცურვა ასევე პრიორიტეტული სახეობაა, რომელიც ძალიან უნივერსალურად შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვის ზრდისთვის, იქ სხვა ხონდროპათიების დროს, სკოლიოზების დროს, ბევრი სხვა დაავადების დროს შეიძლება ეს გამოიყენოთ. მაგრამ როცა ვლაპარაკობთ ამ სახეობებზე, ჩვენ და გავითვალისწინოთ, აქ თუ პატარა ბავშვებთან აქვს საქმე, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ დატვირთვის ინტენსივობა, ფორმა, ეს არის კლავ და კლავ, გართობის სახელმწიფო ან ინსტრუქტორი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის წვრთნის პროცესში, ის აუცილებლად გარკვეული უნდა იყოს სწორედ იმ ასაკობრივ დაყოფაში, რომელიც მონაწილეობს და მექიმების რეკომენდაცია, რომელსაც აქ გაიჟღერა, ეს აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მათ სწორად წარმართონ ბავშვის განვითარება, ფიზიკური განვითარება. ბატონო პალიკო, როდესაც თქვენთან მოდის მოზარდი, ანუ დაახლოებით ვთქვათ ეს 6-7 წელი, ჩვენ აქ ამიტომ საუბრობთ ზოგადად პრინციპში და ამიტომ ზოგადად ვაყალიბებთ ხოლმე ამ ასაკობრივ ჯგუფებს. დავუშვათ 6-7 წლის ასაკში, ანუ ხო, ან რა შემთხვევები ფიქსირდება დაუშვათ ტრავმატიზმის კუთხით უფრო მეტად ხშირად. ასეთი პრეცედენტები გქონიათ ალბათ თქვენ და თუ შეგიძლიათ რომ რეკომენდაცია ну ეს 6-7 წლის ასაკი ესეთი ასაკი ხა რა თქმა უნდა მე უფრო დაბალ ასაკს ვცდილობ არ შევეხო იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით იქ გართობის სახე უნდა იყოს პრინციპში მე თუ ვირა 6-7 წლის ასაკში შეიძლება გართობის ფორმით საკმაოდ დატვირთვის მიცემა ნებისმიერ სახეობაში ანუ ნებისმიერ სახეობაში სადაც არ უნდა წავიდეს მწვრთნელმა პირველ რიგში არ შეიძლება სასიჯიბრო ხასიათი მისცეს ან ისეთი ხასიათი მისცეს რომელიც მისთვის იქნება მე მინახია მაგალითად ფეხბურთი ახსენეთ რომ ტაქტიკულ იმებს ასწავლიან გადაადგილებებს ბავშვებს თუნდაც 9-10 წლის ასაკში მე ზუსტად შემიძლია გითხრათ და მოგებებს და წაგებების მოგებების ისა რა ქვია ძალიან დიდი мотиваცია მოგებებისადმი და ძალიან დიდი თქვათ სტრესული მომენტები არა ეს არ შეიძლება ბავშვს ჯერ უნდა მისცეთ იმიტომ რომ ის ჩამოყალიბება რომელიც ხდება კოორდინაციის თვალსაზრისით არ უნდა იყოს ჩახშობილი პირველ რიგში აი ამ სქემებისა და ენერგიებში რომელიც ხდება ხოლმე სამწუხაროდ ეს არის მწვრთნელების კვალიფიკაცია. კვალიფიკაცია ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს
ჩვენ ახლა უზარმაზარ პრობლემას შევეხეთ სპორტი და ბავშვების სიტუაციაში, რომელიც არის კოორდინაცია მწვრთნელებსა და ექიმებს შორის. ეს არის ისეთი თემა, რომელიც როგორ გითხრათ ახლა სუბიუჯეტ სპორტული ექიმები როგორ კოლეგებთან ერთად როგორმე მას მინიმალური ცოდნა შეიძინონ ამ მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ძალიან წამოვიდა მოაზროვნე ძალიან კარგი მწვრთნელები სხვა იმებში, სხვა სახეობებში და მეც მინდა და რა შემექვა იმ მწვრთნელები და არც კი ნამდვილად გეუბნებით, რომ ეს არ არის პრობლემა, მაგრამ წამოვიდა მშვენიერი მწვრთნელები ძალიან მოაზროვნე. შეშველება რა ბატონო პალიკო ქართულ ფეხბურთს გითხარ. ფეხბურთი ინფრასტრუქტურიდან იწყება, მინდა გითხრათ, ეს საერთოდ ხელოვნური მოედნები, კარგი თემა. როდესაც აი ხა ხშირად მოგიწევთ, მე ძალიან ხშირად ხდება. ხელოვნური მოედნები, ეს არის კატასტროფა, რომელსაც ბავშვებს ათამაშებენ ზრდის პროცესში, როდესაც ხონდროპათიების უზარმაზარი რისკია. ტატრფიანობის ჩამოყალიბება შესწავლა არ ხდება და ამ დროს ხელოვნურ მოედნებზე ისეთი სერიოზული ტრავმების რო არ მიიღოს, ტრავმის რისკი ძალიან მაღალია და პლუს ყალიბდება ჩვეულებრივად მოსკუჩლატერის, ჰაგლანდის, სევერის დაავადებები, ის რა ჩვეულებრივად ხდება დიდი ფიზიკური დატვირთვების დროს, იმიტომ რომ არ არის სწორად შერჩეული მოედნისა და იმის ესე მოედნების სამწუხაროდ ჩვენთან ძველი თაობის არის ხელოვნურ მოედნებს ასახით, მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ რამენაირად განაახლოს ეს ხელოვნური მოედნები, იმიტომ ცდილობს, რომ ხედავს მის უარგისობას, განსაკუთრებით ეს ბავშვების ხარისხობრივი მაჩვენებელი აქვს ხელოვნურ საფარიან მოედნებს, ამ თავისებური ხარისხები აქვს და ეს არ არის ვარაუდები, ეს არის დადასტურებული ჩვენ სამეცნიერო კონფერენციებზე, როცა ვიკრიბებით და ჩვენი კოლეგებიდან მოდის ეს ინფორმაცია, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, ხელოვნურ არც ერთი მაღალი კლასის თქვა ფეხბურთი, სადაც ყველაზე დიდი ფული ტრიალებს სიტყვაზე ამ მიმართულებით არ იღებს მონაწილეობას ისეთ სტადიონებზე და დიდი დონის შეჯიბრებებზე, რომ სადაც ხელოვნური საფარი არის დაგებული. თქვენი გულის ტკივილი ასწავლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ჩატარდა ხელოვნურ საფარზე. გეთანხმებით. აბსოლუტურად გასაგებია ეს მომენტი და ბატონო ივანე, ერთი კიდევ მთავარი მომენტი კვების რაციონის შესახებ ბავშვებში, რომელიც არა მხოლოდ სპორტსმენებში, არამედ ადრეული ასაკიდან უნდა ვაკონტროლოთ მშობლებმა იმისთვის, რომ ზრდა განვითარება ბავშვის იყოს უფრო მეტად სწორი და ისინი ამ ფიზიკურ აქტივობებს, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად მიყვნენ. მით უმეტეს, როდესაც ბავშვი დაკავებულია სპორტით. ამ შემთხვევაში თუ არსებობს რაღაც ესეთი კანონზომიერებები, რომელსაც შეიძლება რომ ჩვენ ესე გავყრით მაინც შევეხოთ და ვთქვათ დაუშვათ რა უნდა გავითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა, რომ ბავშვი იყოს კვების კუთხით ჯანმრთელი და სწორად იკვებოს. აქ ალბათ უპირიანი იქნება საუბარი დატვირთვის ზომაზე. თუ დატვირთვა ბევრია, ეს უკვე ეხება თქვათ 10 წლის ზემოთ ასაკს, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება იყოს ეს ფიზიკური ვარჯიში, რა თქმა უნდა იყოს კვების განსაკუთრებული რაციონი. უფრო მცირე ასაკში, როდესაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ განსაკუთრებულ აქცენტზე დღის რომელიმე მონაკვეთში ბავშვის სპორტით დაკავებაზე, აქ არის საუბარი ჩვეულებრივ ჯანსაღ კვებას. ჯანსაღი კვება, რომელიც ჩვენთვის ესეთი მარტივი პირამიდით აისახება, ესე ვეძახით კვების პირამიდა, ამ პირამიდის საფუძველზე არის ის, რაც უნდა მიიღოთ ყოველდღე და ხშირად. ეს არის ბოსნეული, ეს არის ხილი, ეს არის ბურღულეული და პირამიდის ბოლოს, რაც უნდა მიიღოთ იშვიათად, ეს არის ტკბილი სასმელები, ეს არის ზოგადად ნახშირწყლებით მდიდარი სწრაფი კვების საკვები და ასე შემდეგ. ანუ აქ საუბარი იმაზე, რომ ყველა ასაკში უნდა იყოს დაცული ეს კვების პირამიდა, უნდა მიიღოს ის პროდუქტი, რომელიც მისთვის კარგი, ეს არის რძის პროდუქტი, ეს არის ცილა, რომელიც უფრო მეტად უნდა იყოს მცენარეული და შედარებით ნაკლები ცხოველური, ხოლო თუ ეს ბავშვი უკვე ნახევრად პროფესიულ დატვირთვას იღებს სპორტში, მან უნდა იყოს კვების განსაკუთრებული რაციონი. და ეს უნდა განსაზღვროს მის ეს უნდა განსაზღვროს მხოლოდ და მხოლოდ ეს უნდა მეთქვა და დამასწარი, სწორედ ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი. მე არ მგონი ბატონი ბალიკო ჩვეულებრივი მწვრთნელი ზუსტად ფლობდებს იმას, რასაც კვების რეჟიმი ქვია სპორტსმენების. ეს არის ხელოვნება. მე ვიცი, რომ ეს არის რეალურად ხელოვნება და ურთულესად ძალიან ცოტა ადამიანი, რომელიც ამაში ერგვა, იქ არის ლაბარაკი მილიგრამებით განსაზღვრულ, წუთებით დათვლილ, ზუსტად ბალანსირებული იმ კვებას, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობის სრულიად განსხვავებულია. ეს არის ძალიან რთული. მე არც იმაში ვარ დარწმუნებული, საქართველოში ყავს კვების სპეციალისტი ისეთი, რომელიც თქვათ შეესაბამება იმ მოთხოვნებს,
მიღონდეს, რომელიც არის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ საბაზისო სასწავლებელი არ ვეს ესეთი ადამიანი მომზადდეს. ეს არის პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული ცნება, როგორც დიეტოლოგიაში, ისე ალბათ მედიცინაში. გასაგებია და ქალბატონო მაია, ამ შემთხვევაში კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებში, რომელსაც ალერგიული ფონი აღენიშნება, რაღაც გარკვეულ თუნდაც არის საკვებზეც ეს ალერგიული ფონი იგივე ასთმის შემთხვევაში, ანუ რა რეკომენდაციები გექნებოდათ თქვენ ამასთან დაკავშირებით? კვების თქვენ კარგ კითხვას შევეხებოდეთ. ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ თუ არის ფიზიკური დატვირთვის პრობლემა და ასთმური მოვლენები სახეზე, არსებობს სამკურნალო საშუალებები შესაბამისი მდგომარეობისა, რომლითაც შეიძლება მოხდეს ამის კორეგირება და სპორტთან ადაპტაცია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არის უამრავი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც აქვს ასთმა, ოლიმპიური ჩემპიონი და ამ მხრივ ჩვენ გვინდა ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიურად მივმართოთ ყურადღება მშობლებისა ამ თვალსაზრისით. კვებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ალერგიული პაციენტისა და კვებისა და ფიზიკური დატვირთვის ერთმანეთთან შერწყმა, იმიტომ რომ ზოგჯერ საკვები დატვირთვა, განსაკუთრებით უფრო მაღალ ასაკში, არის ცილოვანი კომპონენტები, რომელიც არის ალერგიული. ხშირად არის ძალიან ესეთი ფორსირებული დატვირთვის შემთხვევაში გათვალისწინებული ვიტამინოთერაპია. განსაკუთრებით, როდესაც აი რაღაც სხვადასხვა სპორტის სახეობას მიმართავენ, როდესაც კუნთოვანი მასის გადიდება უნდათ. ამიტომაც ის შესაბამის პაციენტში შეიძლება იყოს მიზეზი სხვადასხვა ალერგიული რეაქციისა, დაწყებული ასთმური შეტევით, თქვა ურტიკარიით და კანის სხვადასხვა ალერგოზებით გამოხატული. ამიტომ საკვები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ალბათ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ის კონკრეტულად გადაჭრილი. ძალიან კარგი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენი რადიო და ჩვენი ტელევიზია აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს. 6 მაისს აღნიშნება ასთმის მსოფლიო დღე. ქალბატონო მაია, როგორ აღნიშნავს საქართველო ამ დღეს და რა ღონისძიებები ტარდება ამ დღესთან დაკავშირებით? ასთმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პირველ რიგში ალბათ გულისხმობ ჩვენს ასოციაციას, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციას. წარმართული არის მასმედიის მასშტაბით. დღესაც მქონდა გამოსვლა და ჩვენ მოსახლეობის ყურადღებას, ისევე როგორც დღეს, ვამახვილებთ აი ამ ასთმის მქონე პაციენტების პრობლემებზე. ჩვენ ფაქტიურად დღეს ვისაუბრეთ გარკვეულ პრევენციაზეც, იმიტომ რომ ჯანსაღად და სწორედ წარმართული ბავშვი შესაბამისად ნაკლებ პრობლემური შეიძლება გაჩნდეს. და თუ ეს პრობლემა არის, და მაშინ უკვე მეორადი და გართულებების მესამეული პრევენცია შეიძლება მოხდეს. მინდა ვთქვა, რომ გარდა ასეთი მასმედიის გამოსვლებისა 3 მაისს ბათუმში, რომელიც ასე ვთქვათ არის კერა სოკოვანი სენსიბილიზაციისა და მტვრის მიმართ ალერგიისა და ხშირი შემთხვევები არის ბრონქული ასთმის, დაგეგმილი არის გასინჯვა, უფასო გასინჯვები პაციენტებისა და ამ მხრივ მათი განსწავლა, როგორც თვით ამ წამლების სწორი გამოყენების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ყავს პაციენტები, რომელთაც აქვს დანიშნული სხვადასხვა სახის და ფორმის სასუნთქი მოწყობილობები და ისინი სწორედ ვერ აკეთებენ. ამიტომ ასეთ დღეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საკითხის მიმართ ყურადღების გამახვილებისათვის. ეს ეხება სწორ დიაგნოსტიკას, ამიტომ არის გასინჯვები, უფასო, არის კონსილიუმები, როდესაც არის რთული შემთხვევები და გარდა ამისა, თითოეულ ინდივიდუალურად, როგორც ახლა ჩვენ ვთქვით, პაციენტს უნდა ქონდეს მონქმედი, ასე ვთქვათ, გეგმა გამწვევის შემთხვევაში და ის ბაზისური სამკურნალო მკურნალობის გეგმა, რომლითაც ის გრძელვადიან მკურნალობას გადის. გვინდა ვთქვათ, რომ ასთმისა და საერთოდ ალერგიის მკურნალობაში ძალიან დიდი და კეთილი ცვლილებები მოხდა და ძალიან დაიხვეწა ის ალერგენებიც, მიდგომებიც და ამ მხრივ ჩვენ ძალიან პოზიტიურად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემულ კონკრეტულ წელსაც ასთმის მსოფლიო დღის, ესე იგი, ძირითადი დევიზი არის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია, ანუ გამწვავებები შემცირდეს და
ბავშვთა ასაკში სწორედ და კარგად წარმართული პაციენტების ბედი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა და ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც კეთილი გამოსავლით თავდება. ქალბატონო მაია, არის რაიმე ესეთი დადგენილი მიზეზი, რის გამო შეიძლება ბავშვთა უშუალოდ ადრეულ ასაკში, თუნდაც 2-3 წლის ასაკში ასთმა დაუდგინდეს. ესეთ რაღაც გვაქვს, ესეთი პრეცედენტები არსებობს, თუ ეს ხდება დაუშვათ დამოუკიდებელი მიზეზებისგან. საერთოდ ყველაზე უფრო აკადემიურად გამართული ასთმის დიაგნოზი 5 წლის მერე არის, იმიტომ რომ თქვა სხვა გამოკვლევები, ანუ სპირომეტრიული, თქვა ეზინოფილური კათიონური პროტეინი თუ ამოსუნთქულ ხარში აზოტის, სხვადასხვა, ანუ ყოველთვის სადღეისოდ უფრო სტანდარტი სპირომეტრია იქნება, მაგრამ დიაგნოსტიკა არის კომპლექსური. იმ შემთხვევაში შეიძლება 5 წლამდე დაისვას ასთმის დიაგნოზი, თუ ეს არის მკვეთრად გამოხატული ანამნეზი, გინდება in vitro დიაგნოსტიკით და ასევე ამ ინსტრუმენტული გამოკვლევებით ჭეშმარიტად არსებული ბრონხოსპაზმი. წინათ ეს უფრო რთული იყო, მაგრამ სადღეისოდ ამის საშუალებები როგორც in vitro, ისე in vivo ტესტები არსებობს და შეიძლება ამის დადგენა. სამწუხაროდ ეს ოჯახური ავადმყოფობაა და ხშირად გენეტიკურად დატვირთულ ოჯახში უკვე დაბადებული ბავშვი ადრიდან ავლენს, ვთქვათ, გარკვეულ პრობლემას. შეიძლება მას ჰქონდეს ეს ასთმური მოვლენები, დროთა მანძილზე ეს მოწესრიგდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ამის ამ ყოველფრის მოწესრიგება სჭირდება ხილის შეწყობა მშობლის მხრიდანაც და თუ შეიძლება რომ ეს რეკომენდაციას მოხდა და თქვა ჩვენ მსოფლიო ასთმის დღესთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ რომ მოხდა დიფერენცირება ჩვეულებრივად ალერგიული ადამიანების და ძალიან ალერგიული ადამიანების, რომელთაც აქვს ძალიან მაღალი ანტისხეულები გულისხმობ სპეციფიური და საერთო იმუნოგლობულინის. ანუ ეს პაციენტები, რომლებიც თავიდანაც გენეტიკურად დატვირთულნი არიან და ძალიან მაღალი მაჩვენებლები აქვთ და ძიმედ მიმდინარეობენ, ესეთიც არსებობს, მათ დიაგნოსტიკის სხვა საშუალებები სჭირდება და მკურნალობის სხვა მიდგომები. ანუ ესეც არის ზოგჯერ ოჯახი ისედაც ალერგიულია და ძალიან განიცდიან რომ ეს კურორტებზე სიარული, ანუ ბავშვებისთვის უპირველეს, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. აქაც ვიტყვით როდის და რა დროს. მაგალითად, სურამი ძალიან მიღებულია, ვთქვათ, ასთმის მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ თუ ბავშვს აქვს სენსიბილიზაცია იმ მცენარეების მიმართ და ყვავილობის დროს ხშირად ამბობენ რომ უნდა ბავშვი წავიყვანოთ მცენარეთა ხეების ყვავილობის დროს და ამ დროს პაციენტს აქვს ამ მცენარეებზე არ არეკომენდებულია. თუ მას აქვს ინფექციით განპირობებული არანაირი მცენარესთან, ან თქვა საკვებითი ალერგია აქვს და უნდა ჰაერზე ყოფნა, ეგ პრობლემა არ არის. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ყოლი ესეთი პაციენტიც, რომელსაც ჰქონდა ოთახის მტვრის მიმართ ალერგია, სურამში წავიდა კარგი პირობებისთვის, რა თქმა უნდა კლიმატი კარგია, მაგრამ სახლის პირობები არ არის ადეკვატური. არის თქვა მტვერი ან ნოხი ან რაღაცა და შეიძლება ღამე შეტევა დაემართოს. ანუ კურორტული მკურნალობა უნდა შეჯერებული იყოს პაციენტის მდგომარეობასთან, ისევე როგორც ბაკურიანი. ბაკურიანში ძალიან ხშირად პაციენტები რა თქმა უნდა კარგად არიან, მაგრამ გასათვალისწინებელია ღამე, იმიტომ რომ იმ ღამეს თუ ეს არის რბილი ატაკი, თუ ისედაც ეს კარგად თფება, ღუმელები და იქ არის მიფენილი, გასაშრობი ტანსაცმელი, ზოგჯერ შეიძლება უკვე არა გარეთ, არამედ სახლში ღამე დაემართოს შეტევა. ამიტომ ეს საკითხები არის კომპლექსური, ყველაფერი სასარგებლოა შესაბამის პაციენტში. ამიტომ ეს საზიანო არის ალბათ დამეთანხმებით თამბაქო, ალკოჰოლი, ნამდვილად ესე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ რომ თამბაქო ყოველთვის საზიანოა, ისედაც ყველა შემთხვევაში მით უმეტეს ორსულდედისთვის, უკვე მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვებისთვის და არის ასეთი მიდგომა რომ თუ ბავშვი აუხსნელი მიზეზების გამო პატარა ბავშვი ახველებს, პირველ რიგში უნდა ოჯახში გამოვიკითხოთ თამბაქოს წევის ამბები, იმიტომ რომ ფაქტი აქ ყველაფერი ძალიან ჩემს ოჯახში ესე იქ. უამრავი შრომა არსებობს იმის შესახებ, საერთო იმუნოგლობულინის კონცენტრაცია პირდაპირ პროპორციული არის თამბაქოს მოწევისა და ესე შემდეგ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა და მოდით ჩვენ გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება და შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. დღეს იმდენად კომპეტენტური რესპონდენტები მყავხართ სტუდიაში, რომ არ შეიძლება დავასრულო გადაცემა თქვენი რეკომენდაციების გარეშე.
პედიატრი, სპორტული ექიმი, ალერგოლოგი, ანუ ეს ის ადამიანი, ნუ თქვენ რეგალიებს თუ აღარ გავაგრძელებთ, აღარ ჩამოვთვლით, ანუ ეს ის ადამიანები ხართ, რომლებიც დღენიადად გზრუნავთ ჩვენი ბავშვების, მოზარდების თუ უკვე ზრდასრული ადამიანების კეთილდღეობაზე. თქვენი რეკომენდაციები ორიოდე სიტყვით, ბატონო ივანე, თქვენთან დავიწყოთ. ბავშვებისთვის თუ შეგიძლიათ, რომ რაიმე ესეთი რეკომენდაცია მივცეთ მშობლებს, პრაქტიკული რჩევები, რაც არ არის რთული, რომ გავითვალისწინოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან მარტივი რჩევა შემიძლია მივცემ მშობლებს მეტი დრო ჰაერზე. დაანებეთ თავი ტელევიზორს, კომპიუტერს, smartphones და უფრო მეტი დრო ჰაერს. თან ეს მეტი დრო უნდა იყოს ისე, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ თქვენთვისაც და ბავშვთვისაც იყოს კომფორტული. კითხეთ, აჩვენეთ, არჩიეთ ის სახეობა ნებისმიერ ასაკში, რომელიც მისთვის არის კარგი, სასურველი და ამის მიხედვით განსაზღვრეთ თუ რას გააკეთებთ. შეიძლება ვასეირნოთ წვიმაშიც, ოდნავ სიცივაშიც, ოღონდ ქარში არა. ეს პედიატრების ესეთი ძალიან გავიგე, მაგრამ ეს რჩევა საქართველოს ზოგიერთი ქალაქისთვის ნიშნავს 9 წელი უნდა იყოს სახლში, ასე რომ ნუ იქნებით ესეთი კატეგორია. თუ ეხლა ზოგიერთი კიდე თუ მაღალ ადგილას ცხოვრობს, ნუწუბიძე. კი ბატონო, და კიდევ ერთი ნუ ეცდებით თქვენი შვილისაგან გააკეთოთ მსოფლიო ჩემპიონი 3 წლის ასაკში. არანაირი აუცილებლობა ამაში არ არის. ის რაც არის ზომიერი, ის რაც არის ვიმეორებ კომფორტული, ის რაც არის მისთვის არა დამღლელი და სასიამოვნო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პალიკო. გისმენთ. ძალიან უნივერსალური და სწორი რჩევა ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ბატონო ივანემ, ერთ-ერთ დავამატებდი ამ ჰაერს და იმას კიდევ წყალს. სადაც შეიძლება ასევე განვითარდეს და წყალდა ცურვა და ეს ბავშვები სადაც შეიძლება დატვირთვდნენ. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ უწოდებ, რომ თამაშის სახებისცენ მათთან შეერნობა თამაშის გართობის სახე, რომ ბავშვისთვის ეს არ იყოს დამტვირთველი ძალად დაკეთები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბალბატონ მაემაც აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად წარმართულ ფსიქოლოგიურ როგორ მივაწვდით ბავშვს ამა თუ იმ დატვირთვას, იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა რაღაც. და მაშინ ეს ბავშვი აუცილებლად მას შეიყვარებს, განავრცობს და კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ამაზე მუშაობას. თუ არა და ის აუცილებლად პროტესტს გამოთქვამს და შეწყვეტავს მმართველობით საქმიანობას იქნება. ნებისმიერ და შეუძლიათ ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, მეტი ბავშვი ვიცით, ოღონდ ეს სწორი მიწოდების ფორმა, ეს დიდი ხელოვნება მშობლისათვის და მე მგონი ეს იყო მშობელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით და ქაუტონმაია გაზაფხული, ყინული. ანუ ეგეც კარგია, რომ ყინული მოძრაობა თავისთავად ეს არის და კიდე ერთი მინდა, იმიტომ რომ იმდენად ჩვენ შეზღუდულები ვართ დროში, როგორც მშობლები, ისე ბავშვები. ალბათ სასურველი იქნება, რომ ეს ჩვენი, ვთქვათ, ფიზიკური აქტივობა იყოს ასოცირებული შემეცნებასთან. ძალიან კარგია ჩვენი მშობლები ხშირად მოგზაურობდით, ანუ ეს კარგია მოძრაობაც, შემეცნებაც, ისტორიის გაცნობა. ამიტომ ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ბავშვების განვითარებაში გარდა ამ ფიზიკური განვითარებისა, მისი სულიერი, ფსიქოლოგიური და შემეცნებითი თვისებების განვითარება იქნება ალბათ იდეალური და როგორც ალერგოლოგი მინდა ვთქვა, რომ იმეც გამოვთქვამ, რომ ყველაფერი ეს ისე იქნება შეზავებული ნაკლებ ალერგიულ გარემოსთან, რომ იმედი მაქვს პრობლემა არ იქნება. თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რა თქმა უნდა ადაპტაცია მოვახერხოთ, იმიტომ რომ არ არის ეს განაჩენი, ხანდახან არის ეს, მაგრამ დროთა მანძილზე ხდება ამის ადაპტაცია და ჩვენ ამას უნდა ხერხდეთ. ქაუტონო მაია, მაინც გაზაფხულია, ალერგიული ფონი მატულობს და ალბათ ვიტამინები ამ შემთხვევაში იქნება არა რეკომენდებული. იმიტომ რომ საერთოდ ალერგია, საერთოდ იცით ვიტამინების მიმართ გარკვეული სიფრთხილეც არის საჭირო, იმიტომ რომ რო შესაბამის დროს და მით უმეტეს, როდესაც ახლა ახალი ხილია, გარემოა, საერთოდ ბეჭდვის ვიტამინები განსაკუთრებით ხშირად იწვევს ალერგიას. ზედმეტი არაფერი არ ვარგან. ამდრის პერიოდში როცა ხილი არ არის და კიდევ ერთი იცით, ძალიან მომეწონა თქვენი, ვთქვათ, დღევანდელი გადაცემის კარგა. აქ არა ვართ ერთი სპეციალობის წარმომწა. ეს არის მთავარი, რომ ჩვენ უნდა ასე ვთქვათ ჰარმონიულად ვიმოქმედოთ. იქ არ შეიძლება რომ ვთქვათ ალერგოლოგმა არ გაითვალისწინოს პედიატრის დამოკიდებულება. თუ ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური არ გვჭირდება ალერგია, მაგრამ თუ ეს არის პრობლემა
მარტო ალერგოლოგი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტავს და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება პედიატრის დახმარება და რა თქმა უნდა ბატონი პალიკოს სახით ის სწორი კარგი მიდგომა ფიზიკური თუ სპორტული აქტივობისა, რომელიც არის პროფესიულ დონეზე. Იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა ყოველთვის კარგია, მაგრამ აქ ითქვა ზოგჯერ მშობელს და ბავშვს რაღაც მეტი სურვილი აქვს და რომ ეს სწორედ წარიმართოს აუცილებელი არის ამ შემთხვევაში თქვენნაირი წარმომადგენელი. ყოველ შემთხვევაში სწორად შეგვირჩევია გადაცემის თემაც და სტუმრებიც. ეს შემიძლია დავამატოთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი გადაცემისთვის, საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო და კომპეტენტური რჩევებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა რადიომსმენელებმა და ტელემაყურებლებმა დღევანდელი გადაცემით ძალიან ბევრი რამ შეიძინეს, ბევრი ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რა ჯობს ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გასათვალისწინებელია და დაუჯეროთ სპეციალისტებს. მე ზუსტად ერთი კვირით უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა შეგახსენოთ ჩვენი რესპონდენტების რეგალიები. კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი მაია გოთუა, ასევე პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეშულის კლინიკის მთავარი ექიმი ბატონი ივანე ჩხაიძე და სპორტული ექიმი, პროფესორი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი პალიკო კასრაძე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე იმ იმედით, რომ ჩვენ ამ სტუდიაში კიდევ შევიკრიბებით და არაერთ საინტერესო თემას გავშლით თქვენთან ერთად. ზუსტად ერთი კვირით მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად დროებით. სპორტსმენი ყოველთვის ჯანმრთელია.